დილა მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღევანდელი ჩვენი გადაცემა განსაკუთრებით მიესადაგება ჩვენი გადაცემის პირველ ფრაზებს, ანუ იმ ფრაზებს, რომლითაც ყოველთვის ვიწყებ გადაცემას. ადამიანზე ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის ღირებულებაზე და ეს არის ჩვენი ყოველდღიური საუბრის მთავარი თემა. მიუხედავად იმისა, რა პრობლემას გამოვყოთ ხოლმე სასაუბროდ, ნებისმიერი სიტყვის მიღმა არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ადამიანის მიმართ. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ კალენდარს და გავითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ მთელი მსოფლიოსთვის არის შეხსენების აუცილებლობა იმისა, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანები, მე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ სწორედ ადამიანზე ზრუნვა მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანზე განსაკუთრებული ზრუნვა. ეს არის მათი პროფესიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და ამ ადამიანებს ექთნები ჰქვიათ. სწორედ ექთნების როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების ჭრილში და ძალიან მაღალია მათ მიმართ ნდობა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ არის მათთან შეხებაში. ანუ ყველაზე ახლოს ისინი არიან პაციენტებთან, ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მათ აქვთ პაციენტებთან და ამის გამო მათი როლი არის გადაუჭარბებლად უზარმაზარი. და აი ამ როლის გაცნობიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს გადაცემას და სიმართლე გითხრათ, არა უბრალოდ მიხარია, მე ამაყება კიდეც, რომ ჩვენს გადაცემას აქვს აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ სისტემატურად საუბრობთ ამ თემაზე. ჩვენ ვართ პირველი სატელევიზიო გადაცემა ქართულ ტელესივრცეში, რომელმაც საგანგებოდ შექმნა რუბრიკა ექთნებთან დაკავშირებით. და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენი გადაცემის საქებრად ვთქვათ, ეს ვთქვათ ექთნების საქებრად, იმ ადამიანების საქებრად, რომლებიც უზარმაზარ შრომას, დროს, სიცოცხლეს ხარჯავენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. დიახ, დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ თარიღზე, რომელიც 12 მაისს უკავშირდება. როდესაც ჩვენ არა უბრალოდ ექთნების მსოფლიო დღეზე ვსაუბრობთ და საერთაშორისო თარიღზე, არამედ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ექთნები ჩვენი მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ექთნები ჩვენი მომავალია. უფრო მეტიც, დღევანდელი ჩვენი სათქმელი უკავშირდება ექთნების განსაკუთრებულ მდგომარეობას, როდესაც მათი უფლებამოსილება აძლევს მათ საშუალებას გადაარჩინონ სხვა ადამიანების სიცოცხლე და ასეც არის მთავარი სათქმელი ხვალინდელი თარიღისა, უფლებამოსილი ექთნები გადაარჩენენ სიცოცხლეს. და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, რა დიდი ფასეულობა აქვს ექთანს და სწორედ მათი ფასეულობის ხაზგასასმელად არის ყოველწლიურად ეს თარიღი გამოყოფილი და წელს განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმ ჭრილში, რაც მათ ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ექთნების ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა ადამიანის ცხოვრების წესისგან. ეს არ არის უბრალოდ ადამიანზე ზრუნვა და პროფესიიდან გამომდინარე ვალდებულებები. ეს არის პირადად მათთვის შეცვლილი ცხოვრების წესი და სწორედ მათი ცხოვრების წესზე ზრუნვა აღმოჩნდა პროფესიონალთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამას უზიარებენ პროფესიონალები საზოგადოებას, ექთნებზე ზრუნვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ იზრუნონ შემდეგ საზოგადოებაზე, სწორედ მათი ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს და ამ ცვლილებებზე დაფუძნებით შეცვალონ ის შესაძლებლობები და ის უნარები, რომელსაც საკუთარ პროფესიას და შესაბამისად სხვა ადამიანებს მოახმარენ ხოლმე. მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ საკუთარი ჯანმრთელობა და საკუთარი კეთილდღეობა. ეს არის ის სათქმელი, რომელიც წელს არის საგანგებოდ გამოყოფილი თარიღთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა გაგახსენოთ ჩვენი პროექტი, რომელიც პირველად გაგაცანით 9 მარტს და ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ასეთი პროექტი მთელ მსოფლიოში
ფართოდ გავრცელებულია. ყოველთვის ძალიან მომწონდა, როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები ერთმანეთს უზიარებდნენ, როგორია მაგალითად ექთნების ყოველდღიური ცხოვრება და როგორი თავდადებით შრომობენ ისინი. შესაბამისად, როგორ გამოიყურებიან მაგალითად ცვლის დაწყებამდე და ცვლის შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ თუ გახსოვთ, რომ აი ეს პროექტი წამოგვეწყო საქართველოში იმისათვის, რომ საზოგადოებას უკეთ გაეცნო ექთნების ცხოვრება და ვნახოთ როგორია პირველი შედეგები. ჩემი 24 საათიანი მორიგეობის დასაწყისი. ჩემი 24 საათიანი მორიგეობის დასაწყისი. ჩემი სამუშაო დღის დასაწყისი. ჩემი სამუშაო დღის დასასრული. ჩემი სამუშაო დღის დასაწყისი. ჩემი სამუშაო დღის დასასრული. ჩემი 24 საათიანი დღის დასაწყისი. ეს მე ვარ ჩემი 24 საათიანი დღის პროგრესი. როდესაც ექთნებზე ვსაუბრობთ, ჩვენ განსაკუთრებული მშობლიური დამოკიდებულება გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს არც უყვირს, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ოჯახის გუნდის წევრი არის ექთანი, რომელსაც თქვენ სისტემატურად ხვდებით ჩვენს გადაცემაში და რეალურად მიუხედავად იმისა, რომ მას მარტო ვმასპინძლობთ ხოლმე და ის მხოლოდ მარტოზის სტუდიაში ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის მთლიანად წარმოადგენს იმ დიდ არმიას, ვისაც ექთნები ჰქვიათ და დღეს არ ვარღვევთ რასაკვირველია ტრადიციას. ჩემთან ერთად ახლა სტუდიაში არის ჩვენი ოჯახის გუნდის წევრი ექთანი თამარ დაუსი. თამარ დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მე შემთხვევით არ ვახსენებ ხოლმე სიტყვა ოჯახს, იმიტომ რომ ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ თუნდაც საქმე განსაკუთრებულად გვაახლოებს და ერთად თანამშრომლობაში განსაკუთრებულ ფასეულობებს აყალიბებს, თუმცა ანალოგიას ექთნების ცხოვრებასთან თუ გავატარებთ, ექთნები ეს არის სრულიად განსხვავებული ადამიანების ჯგუფი, დიდი არმია, მოდით ასე ვთქვათ, სადაც არა უბრალოდ ცხოვრების წესი, არამედ ურთიერთობები, დამოკიდებულებები და თუ გნებავთ მიზნები და ამოცანებით და გარკვეული დარდებით სრულიად განსხვავებული არის და ეს ყველაზე კარგად იცის თავად ექთანმა. რატომღაც საზოგადოებაში სტერეოტიპულად არის რაღაც წარმოდგენები დამკვიდრებული, მაგალითად, რომ ექთანი არის ადამიანი, რომელიც ნემს აკეთებს. ეს სტერეოტიპი ძალიან დიდი ხანია, წლებით არის ნასაზრდოები და ალბათ არც არის გასაკვირი, თუმცა ვინ არის ექთანი? და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების წესი მაშინ, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. არის თუ არა ზოგადად გამორჩეული რაღაც ფაქტორები, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის? მარი, პირველ რიგში არ დავიღლები მადლობას, აი ყოველთვის გეტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ესე წამოწიეთ ეს პროფესია. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი პროფესიით, მაგრამ აქ როცა მარი მახსენებს ხოლმე ჩვენთან ერთად არის ექთანი თამარი, ჩემთვის ეს არის უდიდესი წოდება. აი განსაკუთრებით როცა თქვენ აკეთებთ ამას და ეს ხშირი არ არის ჩვენ მეც და ეს ხშირი არ არის საექთნო საზოგადოებისთვის. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ჩემი სახელითაც და სრულიად საქართველოს ექთანთა სახელით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სიყვარულით და პატივისცემით მილოცოს აუცილებლად გადასცემ და აუცილებლად მათთან მიიტან ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. მოდით ახლა აი სტერეოტიპი რაც ბრძანებთ, რომ ექთანი არის მხოლოდ ნემსის გამკეთებელი, ან მეორე სტერეოტიპი იყო, რომელიც გულს მტკენდა ძალიან, ეს ნელ-ნელა თითქოს და წაიშალა, რომ ნუ ბოლო-ბოლო ექთანი გამოვა. აი ესეთი დამოკიდებულება იყო ხოლმე ამ პროფესიის მიმართ. არადა ეს არის ჯანდაცვის რგოლის უდიდესი წარმომადგენელი, რომელიც 24 საათი 7-ზე ატარებს პაციენტთან და არ არის ეს მხოლოდ ის, რომ აკვირდება მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს ან მას უვლის. და არ არის მხოლოდ ნემსების გამკეთება. და ნუ ამაზე ხო ზედმეტია ხომ საუბარი. ეს არის ემოციური მხარდაჭერა. ეს არის პაციენტთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, მისი ტკივილის გაზიარება, მისი სიხარულის გაზიარება. პაციენტებს უფრო მეტად გულახდილები არიან პაციენტები ექთნებთან, ვიდრე ექიმებთან. ექიმებთან კიდე რაღაცნაირად ერიდებათ, მაგრამ ექთნებთან ხოლმე განყოფილებაში როცა არიან,
უფრო შინაურულად გრძნობენ თავს და უფრო გახსნილები არიან. და აი ნახეთ ამ ყოველდღიურობაში ექთანი ტრიალებს, ისე რომ თვითონაც ვერ ამჩნევს. ამაზე არც არავინ არ საუბრობდა, არც არავინ არ გვასწავლიდა სიმართლე გითხრათ, როგორ დაუკვირვებოდით ამას საკუთარ თავში თუ საკუთარ თავთან, როგორ გაგვემხილა საკუთარ თავთან ეს კონცეფციები, სხვის ტკივილს ყოველდღიურ რეჟიმში ისმენ და ამას ატარებ. ვიცი, არ ვიცი რა არის ემპათია, ანუ გააზრებული მაქვს თუ არ მაქვს. მიწევს რომ გავიაზრო ეს სხვისი ტკივილი, მიწევს რომ მოვისმინო, მიწევს რომ ხარი დავუჭირო და ეს ხანდახან წავიღო სახლშიც კიდე, იმიტომ რომ მართლა კი გვასწავლიან რომ სახლში არ წახვიდე, არ შეხვიდე ძალიან ახლო კომუნიკაციაში, ამ მდგომარეობაში, ან ურთიერთობაში პაციენტთან, მაგრამ შეუძლებელია. აი 5 დღე რო ყავს პაციენტი და მასთან ერთად 5 დღე გადიხარ რაღაცა ეტაპებს, შეუძლებელია რომ ეს ახლო გულთან არ მიიტანა. შესაბამისად, ექთანი საკუთარ თავთან თვით მოვლასთან დაკავშირებით არც ერთ ნაბიჯს არ დგამს ხოლმე. იმიტომ კი არა რომ მას საკუთარი თავი არ უყვარს პირობითად ან არ უნდა ეს რომ გააკეთოს. არ ვიცით ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. არ ვიცით როგორ უნდა გამოვიდეთ ცოტახანი განყოფილებიდან და თუნდაც 5 წუთი ჩვენ რო ვაკეთებთ ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები გავაკეთოთ პირობითად. ან მედიტაციით დავკავდეთ, ან ვხატოთ. აი როგორ გამოიყვანს ხო მდგომარეობიდან ადამიანს. განტვირთვას რითი მოახერხებს? ხო. და რო ვკითხოთ ექთნებს საერთოდ რომ მე და თქვენ ჩავატაროთ გამოკითხვა, ძალიან იშვიათი იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც განტვირთვისთვის დროს გამონახავს ხოლმე. რადგან ძალიან ბაზისური ვალდებულებები და ბაზისური მოთხოვნილებები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. არსებობს ექთანი, რომელიც სამსახურში მუშაობს მაგალითად და დღე და ღამე აქვს არეული. ხან ღამე მუშაობს, ხან დღე მუშაობს და იცით კიდევ რა მოქმედებს ექთანზე ძალიან. როდესაც მაგალითად მის ოჯახის წევრებს ღვიძავთ, მას ძინავს და პირიქით, როდესაც მათ ძინავთ, ის საერთოდ არ არის, მას ღვიძავს და სამსახურშია. მე გეტყვით ჩემი პირადი გამოცდილებიდან სახლში რომ მიდიხარ და რო წვები და რო იძინებ, როცა შვილები ყავს და ოჯახი ყავს, თავს კიდევ უფრო დამნაშავედ გრძნობ, რომ ძილში ატარებ დროს. რომ როგორ შეიძლება ყველა ბავშვი მისახედი აღამე არ გინახავს სახლში არ ყოფილხარ და კიდე ღამე უნდა და დილას უნდა მოხვიდე, დაწვე და დაიძინო. მაშინ როდესაც შენი შვილები იღვიძებენ. ხო. და ამიტომ თავს ძალას ატანენ და გამოდიან გარეთ, ანუ თავისი საძინებლიდან და იფხიზლებენ თავს. და აი ეს მერე ციკლში ტრიალებს ხოლმე. ტრიალებს და საბოლოო ჯამში ყველა საუბრობს, მაგრამ ფიზიკურ გადაწვას. რა თქმა უნდა, ფიზიკური გადაწვა ექთანთან არის ძალიან დიდი წილით, მაგრამ ემოციურ გადაწვაზე კიდევ კაი დავიწყეთ ნელ-ნელა საუბარი. ემოციურ გადაწვა მე ვფიქრობ სჭარბობს ექთნებში ფიზიკურ გადაწვას. რადგან სულ ვამბობ, სამსახურში რომ მივდივარ სამუშაოდ. ვიცი რომ უნდა დავიღალო. აბა სხვანაირად როგორ ხომ, ანუ მივედი სამსახურში და ვიმუშაო, მაგრამ ეს ემოციური გადაწვა, რომელიც სამსახურშიც გაქვს და სახლშიც გაქვს, თან პასუხისმგებლობები პაციენტთან სიცოცხლის, სახლში შვილები, ოჯახი, მაღალი რანგის პასუხისმგებლობები აკისრია ამ ადამიანს. გაუთვითცნობიერებლად გვაკისრია და გაუთვითცნობიერებლად ამას არ ვუვლით. ეს გგონია რომ არის ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა ექთნებთან მიმართებით. ყველაზე ხშირად, ვთქვათ, რა აწუხებს ექთანს ფიზიკურად, რას ტკივა მას. აღმოჩნდა რომ ეს არის ძვალკუნთოვანი სისტემა და ძვალსახსროვანი სისტემა და წელის ტკივილი ყოფილა ექთნებთან წამყვანი. ოღონდ არც ერთი ექთანი ამას არ თვლიდა რომ ეს იყო გადახრა, ეს არ არის ნორმა. ამას თვლიდა ნორმად და სამსახურის თამდევ მოვლენად. ანუ ბუნებრივ და ლოგიკურ შედეგს იმისა, რაც უკავშირდება მის ყოველდღიურ საქმიანობას. უნდა გეტკინოს წელი, აბარა, როდესაც ექთანი ხარ. ნუ რას იზავ ახლა, გიწევს პაციენტის გადაბრუნება, აბა სხვანაირად როგორ. ანუ ეს არ ითვლება რომ არ არის ნორმა. ძალიან საინტერესოა ეს დაკვირვება. რასაკვირველია, მით უფრო რომ ალბათ არც კრიტიკულად აფასებს ექთანი
იმ ფაქტორებს, იმ რისკ მოქმედებას, ანუ მაღალი რისკის მოქმედებას და აქტივობას, რომელსაც მიყავს ის წელის ტკივილთან. საბოლოო ჯამში მიყავს წელის ტკივილთან. და ასეთი ბევრი აქვს ეგთან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან. არა ასეთი ხომ ბევრი აქვს, ასეთი აქტივობები მაგალითად, როდესაც უწევს მას პაციენტების პირობითად ჩვენ ძალიან ბევრჯერ გქონდა ნაწოლებთან დაკავშირებით გადაცემა. აი ამ ნაწოლებთან დაკავშირებით ხანდახან არის ხოლმე, ეხლა ყველა მიცის რომ 2 საათში ერთხელ უნდა გადაბრუნდეს, მაგრამ არის მდგომარეობები, რომ უფრო ხშირად უნდა გადაბრუნდეს ადამიანი. ამ საექნო დეფიციტთან დაკავშირებით შეიძლება 4 ადამიანმა კი არ გადააბრუნოს პირობითად 100 კილო პაციენტი, არამედ ადგეს და ერთ ადამიანს მოუწიოს. რატო ვამბობ 4-ს, იმიტომ რომ გადანაწილებული იქნება რაღაცნაირად ეს წონა ამ ადამიანებს. არა, ერთს მოუწიოს გადაბრუნება, ეს არის ყოველდღიური კი არა და ყოველ 2 საათში ერთხელ რომ იყოს მაინც გასაკეთებელი, ყოველ 2 საათში ერთხელ აკეთებს. ეს არის მავნე ნივთიერებებთან კონტაქტი. აი ჩვენ როცა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მარი, ჩემი დიდი პატივისცემა სასტერილიზაციო ექთნებს. სასტერილიზაციო ექთნები არიან ყოველდღიურ რეჟიმში ქიმიურ ნივთიერებებთან შეხებაში. აი ყოველდღიურ რეჟიმში. თან ამ ადამიანებს სხვა ექთანს პაციენტი ხედავს მაინც. ამ ადამიანებს ვერ ხედავს ვერავინ. უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ. ეს არის უზარმაზარი ყველასათვის ასრულებენ ამ სამუშაოს. აბსოლუტურად. არ არის განყოფილება. არ არის კაბინეტი, არც ამბულატორიაში, არც სტაციონარში, სადაც სასტერილიზაციო ექთნის ხელი არ ურევია. უხილავი. სტერილიზაციას და დეზინფექციას ისინი უზრუნველყოფენ და ეს არის ყოველდღიური გააზრებული ურთიერთობა ქიმიურ აორთქლად ნივთიერებებთან, რომელიც აუცილებლად ჯანმრთელობაზე მოქმედებს. შესაბამისად, იქნება ეს სასტერილიზაციოს ექთანი, იქნება ეს განყოფილებაში მომუშავე ექთანი, იქნება ეს ინტენსიურ თერაპიაში ძალიან მძიმე პაციენტი, იმიტომ რომ ჩვენთან ექთნებშიც ესეთი გრადაციები არის, რომ ინტენსიურ თერაპიაში ან ER-ში თუ მუშაობ, ნუ აი ისეთი ხარ. მაგარი გოგო ხარ ან ბიჭი ხარ, თუ იქნება ეს საოპერაციო ექთანი, ყველას თავის წილი უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვს პაციენტთან მუშაობის და მე ვუსურვებდი ამ დღეს რომ არა მარტო პაციენტთან ქონოდათ ესეთი დიდი პასუხისმგებლობა, არამედ საკუთარი თავისთვისაც, თვითზრუნვისთვისაც აუცილებლად დაეცმოთ დრო. ხვალ 12 მაისს ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეახსენებს ექთნებს, თუმცა ჩვენ ვასწრებთ მოვლენებს დღეს და დღეს გვინდა ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად ის უხილავი ექთნები, რომელიც ახლა შენ ახსენე, არ დაავიწყდეს საზოგადოებას, რომლებიც ყველას უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ისე რომ საკუთარ უსაფრთხოებას აყენებენ საფრთხის ქვეშ. აი ეს არის ის განსაკუთრებული წვლილი, რომელიც შეაქვს ექთანს ჩვენს ჯანმრთელობაში და როდესაც ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ალბათ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ყოველ სიტყვას, არათუ ქმედებას, მათი მისამართით იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს რამდენად ნიშნულოვანია ეს ადამიანები ჩვენთვის და რამდენად ფასეულია და რამდენად განსაკუთრებულია მათი ფასეულობა. ჩვენ რამდენიმე წამში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ყოველთვის მეგონა ჩემი საქმიანობით რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ. გაჩაღდა მსოფლიო ხანძარი, გამოცხადდა ომი. ვაპირებ მოწყალების დაწასვლას. დღეს გრაფინიამ წითელი ჯვრის რაზმთან სარიყამიში გამგზავრება შემომთავაზა. ნდობით გამყარებული ტრადიცია და ურყევი თანადგომა, მაგალითი თანაგანცდის, თანამშრომლობის, პერსონალური და პროფესიული განვითარების. დრო იცვლება, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან. მათ ჩვენი ზრუნვა ჭირდებათ. აფასებდე ყოველი პაციენტის ღირსებას, მის თავისუფლებას და ათვიცნობიერებდე საკუთარ როლს მისი ხვალინდელი დღისთვის. ჩაბარგება 1 საათში მომიწია. მივემგზავრებით 6 ექიმი და 6 მოწყალების და. ავადმყოფობა ადამიანს ძალას ართმევს, მაგრამ უმეტესობა იმედზე ვღავჭება. მე ასე მგონია, რომ ჩვენ მოგქონდა ეს იმედი. ექთნის პროფესია ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული საქმე. საქმე, რომელიც ყველას გვიწვდის ხელს. ჩვენი ექთნები, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ საუბარი დავიწყეთ ნემსებით
და იმ სტერეოტიპებით, რომელიც ამკვიდრებულია საზოგადოებაში. ეგთანი არის ადამიანი, რომელიც ნემსებს აკეთებს. და თითქოს ამაზე უტყუარი რა შეიძლება ვთქვათ პროფესიის დახასიათებისას. თუმცა მთელი ჩვენი ურთიერთობის ისტორია და მთელი შენი საქმიანობა და საუბრები ამ გადაცემაში ემსახურებოდა იმის მტკიცებას და დადასტურებას, რომ ეგთანი გაცლებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანი, რომელიც ნემს გააკეთებს. და მიუხედავად ამისა, დღეს გადავწყვიტეთ, რა კი არის საგანგებო თარიღი ეგთნებთან დაკავშირებული, სწორედ ამ ჭრილში გავახსენოთ საზოგადოებას ზოგიერთი რამ და ვურჩიოთ, მაგალითად ბინის პირობებში ეგთნების გამოცდილება, რამდენად შეიძლება წაადგეთ თუნდაც ნემსთან ურთიერთობაში. ნანემსარზეა ლაპარაკი. კი ბატონო, მოდით ცოტა ხანი მაინც გავშალოთ ეს ნემსის თემა და ვთქვათ, რომ ეს არის ისეთი პროტოკოლი, დასაცავი ნემსთან დაკავშირებით, როდესაც ნემს აკეთებ, ნახეთ, ჯერ მარტო სანამ ნემს გააკეთებ, სისტორის 5 წესი უნდა იყოს დაცული. და პირველი წესი არის, ეს არის სწორი პაციენტი, სწორი დრო, სწორი მედიკამენტი, შეყვანის სწორი გზა და სწორი დოზა. სულ ცოტა 5 წესი უნდა იყოს გადამოწმებული ეგთნის მიერ, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს უსაფრთხოდ. და აუცილებლად მე ყველას მოვუწოდებ, როდესაც სპინაზე ნებისმიერი ტიპის მედიკამენტის ან გადასხმა ხდება ან ნემსის გაკეთება, ეს არ იყოს დანიშნულების გარეშე. ეს უნდა იყოს ექიმის მიერ დაწერილი დანიშნულება და ეგთნის მიერ შესრულებული, სწორად შესრულებული დანიშნულება. ეხლა როგორი ტიპის ინექციები გვაქვს და რა რისკ ფაქტორები აქვს, თქვათ, ნემსის გაკეთებას და როგორ მოვარდ, როგორ აღმოვაჩინოთ, გართულდა თუ არა ნემსარი. ნუ პირველი არის კუნთში ნემსის გაკეთება. ეს მე მგონი ყველა მიცის, როგორ გააკეთოს ეგთანმაც და არა ეგთანმაც და ასე შემდეგ. კუნთს აქვს წამლის შეწოვის შესაძლებლობა, მაგრამ გააჩნია ზომას და გააჩნია წამლის რაოდენობას. შესაბამისად, აი მაგალითად, კარგად იცის საზოგადოებამ, სად აკეთებენ აცრას. აცრას აკეთებენ აი აქ, ხო? აი ამ კუნთში გააკეთებენ აცრას. რატო? იმიტომ რომ აცრა არის ძალიან ცოტა რაოდენობაში და ამ კუნთს შეუძლია აი ამ რაოდენობის წამლის შეწოვა. რატო კეთდება დუნდულა კუნთზე წამალი, ნემსი? იმიტომ რომ რაოდენობა შეგვიძლია რომ გავზარდოთ. მაგრამ წესი აქვს, იქ გადის ძალიან მნიშვნელოვანი ნერვი. ამ ნერვში არ უნდა მოუხვდეთ. ნემსის ზომას აქვს მნიშვნელოვანი. წამლის გაკეთების დროს აი ცოტა ზეთოვანი თუ არის წამალი, ყველას ეშინია ამ წამლის ხოლმე იციან, რომ ამ წამალმა იცის ჩაკორძება. რატომ იცის ამ წამალმა ჩაკორძება? იმიტომ რომ თუ ნემსი არ არის სათანადო დიამეტრის და სიგრძის და შეყვანის ხანგრძლივობა არ არის სათანადოდ გათვალისწინებული, დიახ შეიძლება დაკორძდეს. და შემდგომ უკვე როცა დაკორძდება, ასე ვთქვათ, ეს წამალი თითითაც როცა მოისინჯება და ცოტა ბორცვია იქ და გამაგრებულია, ორგანიზმმა ეს აუცილებლად უნდა აღიქვას როგორც უცხო სხეული და დაუწყებს მას ბრძოლას და შეიძლება დაჩირქდეს კიდეც. სანამ გავაკეთებთ ინექციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ხელის ჰიგიენა. მაგრამ ხელის ჰიგიენაზე რამდენი გვისაუბრია, რამდენს ვსაუბრობთ, რამდენი საღებავი წაგვისვამს ხელებზე და მე გვიჩვენებია ეს საზოგადოების. მაგრამ მაინც გამოწვევა. გამოწვევა როგორც მედპერსონალში, ასევე საზოგადოებაში, შესაბამისად ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მოითხოვს ორგანიზმში შესვლას, მოითხოვს ხელის სათანადო ჰიგიენას. მოდით გადავიდეთ შემდეგ ინექციაზე, ეს არის კანქვეშ. ესეც კარგად ცნობილი ინექციებია, აი მაგალითად დიაბეტით დაავადებული ადამიანი თვითონ იკეთებს ხოლმე ინსულინს პირობითად. და ხან დღეში რამდენჯერმე იკეთებს. ეხლა რა წესები არის, ხო? აქ დასაცავი. აქ დასაცავი არის ის, რომ ყოველ ჯერზე უმჯობესია, რომ საინექციო არევლ ცვალოთ, რადგან არ მოხდეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ასე ვთქვათ, გადაგვარება ერთსა და იმავე ადგილას თუ გავაკეთებთ ინექციას და მერე უკვე ვეღარ მოხდება წამლის შეწოვა. და ჯობია რომ ეგთანმა, რომელიც ქრონიკულ პაციენტს უშვებს ბინაზე და მას უნდა აუხსნას პროცედურა, იმიტომ რომ მან უნდა შეასრულოს სახლში ეს პროცედურა, ისევ ეგთანმა უნდა ახსნას ამ ნემსის გაკეთების ყველა სათანადო წესი. ისევ ეგთანმა უნდა აუხსნას, როგორ აღმოაჩინოს ის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი გადაგვარდა თუ არა და უნდა მიაკითხოს თუ არა პაციენტმა, ისევ ან კურნალ ექიმს, ან კურნალ ექტას. ეს რაც შეეხება კანქვეშა ინექციას.
აი მაგალითად ჩვენ დიაბეტზე საუბრობდით და მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ სავარჯიშოთ მიდის ადამიანი იმ არეში არ უნდა გაიკეთოს ინსულინი რომელიც ვარჯიშის დროს ყველაზე მეტად დაიტვირთება რომ სისხლმა უცებ არ წაიღოს ინსულინი მიმოქცევაში ესეც ექთანმა უნდა ასწავლოს და ვენაში ანუ ვენაში ინექციაც სამწუხაროდ ესეც მომრავლდა ბინაზე გაკეთების დროს რაც უფრო ახლა წარმოიდგინეთ კუნთი არის კუნთთან შეხებაში კანქვეშა ქსოვილთან არის ხომ შეხებაში ეს პირდაპირ სისხლთან არის შეხებაში როცა შედის ნემსიან კათეტერი პერიფერიულ ვენაში აქაც ხელის დაბანას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, წამლის შეყვანის სიჩქარეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და დიამეტრს. კათეტერის დიამეტრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ არ გამოსულა ნემსის გაკეთება არც თუ ისე მარტივი პროცესი და მას ბევრი დასაცავი წესი აქვს და კარგად გაკეთებული ნებისმიერი პროცედურა პროფესიონალის მიერ კიდევ ერთი სტერეოტიპი არ არის, მე მგონი კარგი გამოთქმა იყო. ტკბილი ხელი აქვს ესე იცოდნენ ექთანს. ტკბილი ხელი მოდის პროფესიონალიზმიდან და არა ხელი სიტყვასთან ხომ ესეა. დაოსტატებასთან და ამ ოსტატობის პაციენტის სასარგებლოდ გამოყენებასთან. და როდესაც საუბრობთ ნანემსრებზე, აზრი დაასრულე ხომ არ გაგაწყვეტილი. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბინის პირობებში, თანამედროვე რეალობაში, როდესაც ქრონიკულად დაავადებული პაციენტია, ძალიან ბევრი არა ექიმი და არა ექთანი ცდილობს მიბაძოს ექთანს და ეს უნარები შეითვისოს, იმიტომ რომ შემდეგ ეს ცოდნა მოახმაროს ოჯახის წევრს. აი ასეთ შემთხვევაში არის რისკები, რაც აღწერე გართულებების ჭრილში განვითარდეს ბინის პირობებში და ამიტომ აქ არის კიდევ რამდენიმე სტერეოტიპული მოქმედება, რომელიც არ არის ექთნებთან დაკავშირებული, მაგრამ ნანემსარს ნამდვილად უკავშირდება. ეს არის იოდის ბადე, ეს არის სათბურა, ეს არის არყის კომპრესი და ასე შემდეგ. აი ამ მეთოდებიდან მოდით შევაფასოთ ეს სამი მაინც მე იმედი მაქვს რომ მოვასწროთ. მაშინ როდესაც ქსოვილში არის ინფექცია და შიგნით მოდით ესე ვთქვათ ორგანიზმი ებრძვის უცხო სხეულს და ის ცდილობს მაქსიმალურად მოიცილოს, არის ანთება და არის ჩირქი. გარედან როცა ვცდილობთ რომ წავუსვათ იოდის ბადე ან დავადოთ სპირტის კომპრესია, არყის, სპირტის არ ვუყურებთ რა პროცენტობის არის ან რა გრადუსის არის ეს სპირტი. შეიძლება გამოვიწვიოთ კანის დამწრობა და კიდევ უფრო გავართულოთ მდგომარეობა. საერთოდ ვერც წარმომიდგენია, არ ვიცი რა წარმოდგენა არის, როგორ შეიძლება ბადემ ან როგორ შეიძლება სპირტმა უშუალოს გამოიტანოს ალბათ სიმხურვალე ესეთი წარმოდგენა გააგრილოს. ალბათ ორიენტირებული. დიახ. თუმცა დამწრობაში უკაცრავად ჩაგერთე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც გავიხსენოთ, რომ ქიმიური დამწრობაც უნდა გავითვალისწინოთ და ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ ქალბატონო თამარ ქიმიურ დამწრობაზე. ხო, კი, გულისხმობ ქიმიურ დამწრობას, დიახ. კანის დაზიანებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს პაციენტის მდგომარეობას. სათბურა, სხვათა შორის თითქოს და უწყინარი სათბურას გამოყენება მართლა შეიძლება თერმული დაზიანება გამოიწვიოს. ანუ არ არის ამ ტემპერატურა განსაკუთრებით აი რო წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც მწოლი არია, რომელთანაც თერმორეგულაცია დარღვეულია, განსაკუთრებით თუ ადამიანი არის მოხუცი, სულაც არ არის აუცილებელი ადუღებული სათბურა დაადო, რომ დამწრობა გამოიწვიოს. კანზე უფრო მაღალი ტემპერატურა, ხომ უკვე მაღალი ტემპერატურაა კანისთვის დიდი ხნის განმავლობაში ანუ როდესაც არის შეხებაში კანთან, მან შეიძლება ბავშვებშიც და ხანდაზმულ პაციენტებში დამწრობა გამოიწვიოს. ნახსენებ დიაბეტის მქონე პაციენტებში. აბსოლუტურად. და საერთოდ არ იყოს დამხმარე საშუალება. რასაც ნამდვილად ვურჩევდი, მარი, თუ დაიკორწდა თუ სიწითლე წამოვიდა, თუ შეშუპდა, თუ ტკივილი წამოვიდა, ამას სჭირდება უკვე პროფესიული ჩარევა, შეიძლება ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს, ამიტომ ჯობია მივმართოთ ექიმს და მისი დანიშნულება შევასრულოთ. ვიდრე აი ესეთი ხალხური არ მინდა, ხალხური ზოგიერთი ჩვევა მართლა ძალიან კარგია და მართლა ძალიან ნამდვილად, მაგრამ ასეთი მტკიცებულებაზე დაფუძნებული, როდესაც არ არის რაიმე მოქმედება, ამას რომ აი
ნებისმიერი მტკიცებულების გარეშე, რომ ვენდობით და გავაკეთებთ ხომ. სამწუხაროდ ძალიან ხშირია სოციალურ მედიაში ეგეთი რჩევების მიცემა და გაგიკვირდებათ და სოციალურ მედიას უფრო ენდობა ადამიანი, ვიდრე ერთი პროფესიონალი ეტყვის ხოლმე რჩევას. აი თუნდაც არ გვიკვირს. კი, ხომ? არ გვიკვირს, თუმცა რისკებს ვაფასებთ და ცოტა არ იყოს გვაფიქრებს ხოლმე ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც არ არის დასაბუთებული, მოდით რბილად ვიტყვით, მაინც და მაინც სწორი არ არის, უფრო ადვილად შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს, აიტაცებს საკმაოდ ბევრი ადამიანი და ამ ინფორმაციის გავრცელებას რა უნდა? ასეთ შემთხვევაში ერთმანეთის მიბაძვით შეიძლება დომინოს პრინციპით ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ ოჯახში მოხვდეს და ბევრი ოჯახისთვის აღმოჩნდეს გარკვეულწილად საფრთხე. მით უფრო რომ აქ გასათვალისწინებელია ადამიანები, რომელთაც ქრონიკული პრობლემები აქვთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ინექციების გამოყენებაზე, ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში, ხანდაზმულები ახსენეს აი ამათ შემთხვევაში, არის თუ არა თავისებურება, მაგალითად, ინექციები, როდესაც ბავშვებზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ბავშვებთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, მგონია რომ როდესაც ოჯახში პატარაა, უფრო მეტი წინ დახედულებით იქცევიან ხოლმე მშობლები და ნაკლებად ვაძლევთ თავისუფლებას, რაღაც სარისკო ქცევები ჩავიდინოთ. ამას არ ვაკეთებთ საკუთარ თავზე და არ ვაკეთებთ მაგალითად უფროსი ადამიანების შემთხვევაში. რა არის ის განსაკუთრებული თავისებურება, რაც უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ ბავშვების და ხანდაზმულების შემთხვევაში. პრინციპში ხანდაზმულებზე ნაწილობრივ ბრძანე, მაგრამ ბავშვებთან მიმართებით ყველაზე თქვენ მართალი ბრძანდებით, ძალიან უცნაური ტენდენცია სიმართლე გითხრათ ეგ, რომ ბავშვთან უფრო ფრთხილობს ყველა და შეიძლება სხვა პაციენტთან, თუნდაც 40 წლის ადამიანთან სულაც არ არის, ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს უსაფრთხოდ, თუ რამეს აკეთებ, რამე ჩარევას აკეთებ მასთან, მაგრამ ბავშვთან მიმართებით ნახეთ როგორ არის, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მას მით უფრო ეშინია, აი მარტივი ჰალაციასაც რომ უკეთებ, მაშინაც სტირის და დაყოლიება ამ ბავშვის არის კიდევ ცალკე ტექნიკა და ცალკე ხელოვნება. როგორ აუხსნა ბავშვს და როგორ დაიყოლიო და უკვე გამზადებულ ნემს. აი მაგ დროს ხანდახან ხდება ხოლმე გაკავება, ჭიდაობა, აბადროზე და მაგ არის ხოლმე საშიშროება, რომ აი ამ ხელის მოქნევით ან ძალიან ღრმათ არ ჩავიდეთ ნემსით, ეს ერთი. ნემსის ჩატეხვა არის ასევე ხშირი გართულება ხოლმე, იმიტომ რომ ამ ჭიდაობაში, როდესაც ვართ ხოლმე ბავშვთან არ მოხდეს მსგავსი გართულება, რომელიც ძალიან საშიშია და ძალიან სტრესულია ასევე ოჯახისთვის და ყველაზე მეტად, მაგრამ რაც არის ბავშვებთან მიმართებით, დიდი კიდე მოზრდილი ადამიანი რაღაცნაირად გპატიობს დოზის შეცდომას. აი შემთხვევით შემეშალა დოზა. უნდა გამეკეთებინა 1 მილილიტრი პირობითად, დავიღალე შინ მოსრულის პირობებში და შემეშალა და გავაკეთე 2, ან გავაკეთე 9 და მერე გავიაზრე. ვაი, ეს რა მომივიდა. ბავშვი ეგეთ შეცდომებს ვერ გვპატიობს. ის არის პატარა ორგანიზმი და მასზე წამალი საკმაოდ დიდ ზემოქმედებას ახორციელებს, განსაკუთრებით, როცა დიდი დოზით გავაკეთებთ ხოლმე. ამიტომ როგორც აი 5 სისტორის წესი რომ თქვი, ერთ-ერთი არის სწორი დოზა და ექთნებთან მაღალი რისკის მედიკამენტთან მიმართებით, მაგრამ 2 ადამიანი ამოწმებს. მე შევამოწმებ და მე თქვენ გთხოვთ, მაგრამ შეიძლება რომ შემიმოწმოს სწორად. აი ბავშვებთან მიმართებით ვიყოთ 10 თვალით და 10 ყურით, როდესაც დოზას ვანგარიშობთ. ძალიან მნიშვნელოვანია მე ახლა მაყურებელს გავახსენო და ერთად ვნახოთ ჩვენი პროექტის გაგრძელება, იმ პროექტის, რომელიც 9 მარტს გავაცანით პირველად საზოგადოებას და სიმართლე გითხრა მიამაყება, რომ ეს უკვე ჩვენი გადაცემის ისტორიის ნაწილად იქცა. ერთად ვნახოთ ეს მასალა და შემდეგ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. ჩემი სამუშაო დღის დასაწყისი, ჩემი სამუშაო დღის დასასრული, ჩემი ბედნიერი დღის დასაწყისი, ჩემი სამუშაო დღის დასასრული, ჩემი სამუშაო დღის დასაწყისი, ჩემი სამუშაო დღის დასასრული, ჩემი 24 საათიანი ცვლის დასაწყისი, ჩემი 24 საათიანი ცვლის დასასრული, ჩემი 24 საათიანი მორიგეობის დასაწყისი, ჩემი 24 საათიანი მორიგეობის დასასრული.
გამეთანხმებით ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაცემაში მოხვედრილი იყო ძალიან ბევრი ექთნის ცხოვრების თუნდაც პატარა ფრაგმენტი. როგორ ფიქრობთ ამ პროექტით? ჩვენ ამას გავართვით თავი შევძელი. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად თქვენი ამ პროექტით ექთანთან მიმართებით რაც არის წამოწყებამ არის ძალიან კარგად არის თავი გართმეული და ექთნის ცხოვრება, ექთნის საქმიანობა, ექთნის რაობა კარგად არის წამოწეული თქვენი გადაცემით. ამ პროექტით კი კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, თუ რას ნიშნავს 12, 16, 24 საათიანი მორიგეობები და როგორ შეიძლება ადამიანი მივიდეს ანთებული სამსახურში და როგორი ჩამქვალი შეიძლება იქიდან გამოვიდეს. და ამაზე ექთნები მიდიან შეგნებულად, შეგნებულად ყოველ დღე იცვამენ ფორმას, იცვამენ პასუხისმგებლობას და შედიან განყოფილებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ და მრავალი მადლობა თქვენ. და მრავალი მადლობა თქვენ და ამ შემთხვევაში მე სიამოვნებით კიდევ ერთხელ მიულოცავ ყველა ექთანს სოფლიო დღეს, საერთაშორისო დღეს, რომელიც მათ ეთმობა და ძალიან კარგი ფრაზა გამოიყენა, იცვამენ პასუხისმგებლობას. ისინი საკუთარ სამუშაო ფორმასთან ერთად იცვამენ იმ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომელზედაც ბევრად არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვის პირისპირაც ისინი აღმოჩნდებიან. თამნა მადლობა შენ და მადლობა ყველა კოლეგას, ვინც აი ამ არმიას და ძალიან მნიშვნელოვან პროფესიას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, თუ შეიძლება ასე ერქვას, გახლდათ ჩვენი გუნდის და ოჯახის წევრი ექთანი თამარ დაუსი. მე არ გემშვიდობებით, წინკვებით შუქნიშანი გველოდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნებოდა ექთნებს და მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერებით ჩვენ ვლაპარაკობდით და ვსაუბრობდით ცხოვრების წესის ცვლილებების აუცილებლობაზე. თუმცა იმისათვის, რომ მათი კვება წარმოვიდგინოთ და კვებასთან დაკავშირებული რისკები, მე ვისარგებლებ შემთხვევით და საკითხს განვაზოგადებ. ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომელთაც თავიანთი საქმიანობით ხშირად უწევთ სადღეღამისო რიტმის დარღვევით მიირთვან საკვები და ხშირად უწევთ ღამით მუშაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაქტორი, რომელიც დამახასიათებელია ექთნების ცხოვრებისთვის, ექიმების ცხოვრებისთვის და მრავალი სხვა პროფესიის ადამიანის ცხოვრებისთვის, როდესაც უნებურად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უამრავი ფაქტორი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი. მოდით წარმოვიდგინოთ ზოგადად ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობენ. ამ ადამიანებს გამოსაფხიზლებლად, ტონუსის ასამაღლებლად, მაგალითად სასიცოცხლო ენერგიის გასაძლიერებლად უამრავი რამ სჭირდებათ და უამრავ არჩევანს მიმართავენ. კიდევ უფრო საგულისხმოა ჩვევები, რომელიც მათ უყალიბდებათ. მაგალითად, მათ უყალიბდებათ ჩვევა, რომელიც ძილის სისტემატური დარღვევის ფონზე გულისხმობს დაღლილობისაგან განტვირთვის მცდელობას. ისინი რელაქსანტად, მომადუნებლად იყენებენ საკვებს და უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტკბილი სასმელი, ეს შეიძლება იყოს შაქრით დატვირთული პროდუქტები, ეს არის კოფეინით და შაქრით დატვირთული პროდუქტები, მათი ერთობლიობა და მაგალითად ენერგეტიკული სასმელი, რომელიც არარაციონალური მოხმარებით ჩნდება მათ რაციონში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ღამის განმავლობაში მუშაობის დროს მათ ხშირად აქვთ აუცილებლობა იმისა, რომ სტრესისგან გათავისუფლებისთვის გადართვა, გადატვირთვა მოახერხონ და აი ასეთ დროსაც საკვებს მიმართავენ ხოლმე. სუსნაობენ სხვადასხვა პროდუქტს, რომელსაც ისინი იყენებენ, არჩევენ არა სასარგებლო ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, როგორ მოიხმარონ მაქსიმალურად პრაქტიკულად ადვილად. და ეს პროდუქტები არის სწრაფი კვების პროდუქტები, ეს არის პროცესირებული პროდუქტები. ხშირ შემთხვევაში ტრანსცხიმებით დატვირთული, მარილით და შაქრით დატვირთული პროდუქტები. კიდევ უფრო საგულისხმო შეიძლება იყოს მათ ცხოვრებაში სხვადასხვა განტვირთვის საშუალება, მაგალითად ალკოჰოლური სასმელის სახით, ამის ფუფუნება
რა თქმა უნდა, მოდუნებულ სასიამოვნო სადღესასწაულო ატმოსფეროში შეიძლება ხშირად არ გქონდეთ და მათთვის ამ ატმოსფეროს გარეშე ამ საშუალებებთან დაახლოება მაღალი რისკის შემცველია. გაგიკვირდებათ და ექთნების შემთხვევაში, ღამე მომუშავე ადამიანების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე სარისკო შედეგი კვებაში ეს არის წყლის არაადეკვატური მოხმარება და წყლის არასაკმარისი მიღება ყველა პროფესიის ადამიანისათვის, ვისაც ღამე მუშაობა უწევს. ეს არის საერთო კანონზომიერება. აღარაფერს ვამბობ დარღვეულ კვებაზე დროში, ულუფასთან მიმართებაში, რაციონთან მიმართებაში და ყოველივე ჩამოთვლილის შემდეგ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რასაც ახლა მე ვიტყვი. ხშირად საუბრობენ ხოლმე ექთანი მაგალითად, რომელიც სართულიდან სართულზე დარბის, პალატიდან პალატაში უწევს სირბილი და მთელი ღამის განმავლობაში შფოთავს, მოусვენ რად არის, იმიტომ რომ სხვადასხვა პაციენტს სჭირდება მისი მხარდაჭერა. როგორ შეიძლება არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანი იყოს? არადა კვლევების მიხედვით სწორედ ასეა. ეს არის დატვირთვა, რაც მე უკვე ვახსენე. ეს არის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი, მაგრამ ეს არ არის მიზანმიმართული ფიზიკური აქტივობა მათი ჯანმრთელობისათვის. ამიტომ ექთნები განიხილებიან ფიზიკური აქტივობის არ მქონე ან ნაკლებად მქონე ადამიანებად, რომელთაც მიზანმიმართული ჯანმრთელობისათვის საჭირო ფიზიკური აქტივობა არ აქვთ. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ ველოდებით რამდენიმე ლოგიკურ შედეგს, რომელთა შორის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჭარბი წონა და სიმსუხნე. დიახ, საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ექთნები ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ექთნები სამწუხაროდ გამოირჩევიან ჭარბი წონით და სიმსუქნით საკუთარი ცხოვრების წესის დამსახურებით პროფესიასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით და სხვათა შორის ეს კანონზომიერება ხშირად ვრცელდება ღამით მომუშავე ადამიანებზე, სადაც რძილის დარღვევასთან ერთად, ფიზიკური აქტივობის თავისებურებასთან ერთად მნიშვნელოვანია ღამით კვების ჩვევა. და ის სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მე თავი მოუყარე ინფორმაციას, რომელიც დღეს აქვს თანამედროვე მტკიცებით მედიცინას და მტკიცებითი მედიცინის ცოდნა გარკვეულწილად ამ შემთხვევაში შეავსო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომელმაც სპეციალურ რეკომენდაციად ჩამოაყალიბა, როგორი უნდა იყოს ღამით მომუშავე ადამიანის და მათ შორის ექთნის კვება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ კანონზომიერების დაზუსტება. ჩვენ არაუბრალოდ ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქცია უნდა ვილაპარაკოთ, არამედ უნდა ვისაუბროთ საკვებ ჯგუფებს შორის თანაფარდობაზე და ურთიერთობაზე. რომელ ურთიერთობას გულისხმობთ? მოდით ჩვენი ტრადიციული თეფში კიდევ უფრო გავაფართოვოთ და გავიხსენოთ ჰარვარდის თეფში, რომელზედაც ხშირად საუბრობთ ხოლმე ჩვენს გადაცემაში. როდესაც ჩვენ დასახელებულ ჯგუფებთან ერთად საგანგებოდ ვითვალისწინებთ ყოველდღიურ რაციონში წყლისა და ცხიმის ჩართულობას, ვითვალისწინებთ ფიზიკურ აქტივობას. აღმოჩნდა, რომ ჰარვარდის თეფშის ეს პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამით მომუშავე ადამიანებისათვის და სწორედ ამ ჭრილში უნდა წარმოვიდგინოთ ყველა ის პროდუქტი, რომელზედაც ახლა მე ვისაუბრებ. პირველ რიგში დავიწყოთ წყლით და რა თქმა უნდა იგულისხმება არაუბრალოდ წყალი. ასეთ შემთხვევაში იგულისხმება წყალუხვი პროდუქტებიც. დიახ, ერთია, როდესაც ჩვენ სასმელ წყალს მივირთმევთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებით ღამის ცვლაში მუშაობის დროს გამოვიყენოთ ის პროდუქტები, რომელთა მირთმევა ჩვენს ორგანიზმს საკმაოდ დიდი რაოდენობით წყლით მოამარაგებს. თუ საკვებ ჯგუფებს გავყვებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილოვანი პროდუქტებიდან რომელ საკვებს გამოვყოფთ და ავირჩევთ. და აღმოჩნდა, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცილის წყაროს შერჩევა. ასეთ შემთხვევაში ფრინველის ხორცი, მაგრად მოხარშული კვერცხი, თევზი, იოგურტი იქნებოდა ძალიან კარგი არჩევანი მცენარეული წარმოშობის ცილებთან ერთად, როგორიც გახლავთ ნიგოზი და სხვადასხვა სახის თხილეული, სხვადასხვა სახის თესლი. გასათვალისწინებელია ცხიმები, რომელიც ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებისათვის ბევრად უფრო მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე მოიტანდა მათთვის საზიანო შედეგს. ეს არის, რა თქმა უნდა, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, დასახელებული
თხელებული ნიგოზი, თევზი, მაგრამ არ უნდა დაგვაიწყდეს ეს ყველაფერი კომბინაციაში ბოსტნეულთან. ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია, მცენარეულ ბოჭკოს შეიცავს დიდი რაოდენობით, დანაყრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ბევრად უფრო უფრთხილდება ადამიანის, უბრალოდ ზოგავს იმ რესურსებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას განამტკიცებს. არ დაგვაიწყდეს ხილი და ხილის ჩართულობა რაციონში, ასეთ შემთხვევაში დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილის გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევანი იქნება. მარცვლეული და ბურღულეული ხშირად ან ასეთი პროდუქტებია ძირითადად ღამით მომუშავე ადამიანების რაციონში, მაგალითად ექნების რაციონში, იმიტომ რომ ძალიან ადვილია შვრიას დავასხათ, თქვათ, წყალი და უცებ სახელდახელოდ მივირთვათ. ან საერთოდ ამოღებულია რაციონიდან ცუდი რეპუტაციის გამო, რომ მარცვლეულ ბურღულეული წონაში მოგვამატებინებს. რეალურად კი საჭიროა წონასწორობის დაცვა. მარცვლეულ ბურღულეული უნდა იყოს ღამით მომუშავე ადამიანის რაციონში, თუმცა ის უნდა იყოს შეხამებით ბოსტნეულთან, უნდა იყოს გათვალისწინებული კვლავ გლიკემიური ინდექსი და უნდა იყოს გათვალისწინებული მისი მომზადების წესი და ჯამში ულუფის რაოდენობა. უნდა გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევაში თავარი პრინციპი წონასწორობა. და აი ამ წონასწორობაში რა არის გადამწყვეტი? აღმოჩნდა, რომ გადამწყვეტი არის ღამის განმავლობაში საკვების მიღების გადანაწილება, არა მხოლოდ რაციონი და შემადგენლობა. მაგალითად, რეკომენდაციების თანახმად, იგივე ამერიკის დაავადებათა კონტროლის სპეციალური დოკუმენტის შესაბამისად, მიზანშეწონილია სამორიგეო ცვლის დაწყებამდე, ანუ ღამის მორიგეობის დადგომამდე დავგეგმოთ პირველი კვება. ეს უმჯობესია იყოს მაგალითად საღამოს 6-დან 8 საათამდე. ეს უნდა იყოს მსუყე კვება, რომელიც გარკვეულ სტარტს შექმნის იმისათვის, რომ შემდეგი ეპიზოდები კვების გადავანაწილოთ სწორად. ასევე უნდა გავითვალისწინოთ დილით როდის უნდა დასრულდეს კვება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ სწორედ წონასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დილით უმჯობესია ცვლის დამთავრებისას მაგალითად 6 საათზე კვება იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. ეს შეიძლება იყოს ჩემიერ ნახსენები, იგივე შვრია. ეს შეიძლება იყოს მაგალითად იოგურტი ხილთან ერთად, მაგრამ ეს უნდა იყოს მსუბუქი და არ უნდა იყოს იმდენად დამტვირთავი. ან კოფეინით გამორჩეული პროდუქტებით მდიდარი, რომ ჩვენ ძალიან გამოგვაფხიზლოს და მორიგეობის შემდგომ ჩაძინებას შეუშალოს ხელი. კიდევ უფრო საგულისხმო არის პერიოდი, რომელიც ამ რეკომენდაციებში გამოყვეს. ეს არის 0-დან 6 საათამდე პერიოდი, ანუ შუა ღამიდან 6 საათამდე. ყველა რეკომენდაციის თანახმად მიზანშეწონილია, რომ ამ პერიოდში ყველაზე ნაკლებად ისუსნაოს ადამიანმა, რომელიც ღამით მორიგეობს და თუ შეუძლებელია აი ამ განცდის ან შიმშილის გადალახვა არ არის საჭირო, რომ ადამიანმა ისიმშილოს. ამ დროს უმჯობესია სუსნაობას, საკვების დანაწევრებას, ტკბილეულით ან ნუგბარით თავის შექცევას დავგეგმოთ შუალედში კვება, რომელიც ზუსტად იგივე პრინციპებით იქნება აგებული, რაზედაც მე უკვე გესაუბრეთ. და კიდევ ერთი, ღამის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ წყლის გადანაწილება მთელი მორიგეობის მანძილზე და არ დაგვავიწყდეს კოფეინშემცველი პროდუქტების ეგრეთ წოდებული მართვა მენეჯმენტი. ეს არის სპეციალური რეკომენდაცია პროფესიონალების, რომლებიც მრავალრიცხოვანი მონაცემების გათვალისწინებენ, ვარაუდობენ, რომ არასწორი გამოყენება კოფეინშემცველი პროდუქტებისა არა მასტიმულირებელი, სასიცოცხლო ენერგიების შემანარჩუნებელი, არამედ პირიქით ზიანის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არარაციონალურად დაიგეგმება მათი გამოყენება. და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს წონასწორობა, რომელიც არის აუცილებლად გასათვალისწინებელი ღამით მომუშავე ადამიანების შემთხვევაში. თუ თქვენ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი გაქვთ, თუ ჩვენ არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს, თუ ჩვენ სისტემატურად ძილი გვერღვევა, თუ ჩვენ მუდმივად სტრესულ გარემოში ვიმყოფებით, ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს ნაწლავზე, იმიტომ რომ ჩვენი ნაწლავი ყველა ამ მოვლენაზე რეაგირებს და თავისთავად გვაიძულებს შემდეგ სხვა სისტემებით ვუპასუხოთ ამ მოვლენებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ცხოვრების წესის გამოსწორებას, ჩვენ არაუბრალოდ განყენებულად მოვლენებზე ვსაუბრობთ და ფაქტებზე ან კომპონენტებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ წონასწორობაზე, რომელიც
საბოლოო ჯამში, როგორც ხილული ორგანიზმისათვის, ასევე ჩვენი ორგანიზმის შიგნით არსებული უხილავო სამყაროსთვის აღადგენს წონასწორობას, რომელსაც ჩვენი გრძელვადიანი ჯანმრთელობა ჰქვია. მე ამით გემშვიდობებით, წინასწარ გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.